ვისურვებდი, რომ უფრო მეტმა ქალმა იცოდეს ეს ერთი რაღაცა კაცების შესახებ. ალბათ ქონიათ შემთხვევა, როცა კაცი რაღაცას აკეთებს და ჩვენ ვიდივართ, კითხვას უსვამთ, ველაპარაკებით და ის ყოველდღიურად არ გვაქცევს და შეიძლება შემოგვიღრინოს კიდევაც, რომ აუ თავი დამინებე, ტვინი რატო შემიჭამე და ასე შემდეგ. ხო და ეს იმის გამო ხდება, რომ ან არ უყვარვართ, ან პატივს არ გვცემს, ან ჩვენზე არ ზრუნავს მაგალითად, ან ჩვენს აზრებს არ ითვალისწინებს. არამედ იმიტომ, რომ კაცების ყურადღება არის ერთფოკუსიანი. მათ შეუძლიათ ერთ რაღაცაზე გააკეთონ კონცენტრირება მთელი თავიანთი შთაგონებით და ენერგიით და ერთგულებით. და ჩვენი შეკითხვები უბრალოდ მათ ყურადღებას უფანტავს და აღიზიანებს, იმიტომ რომ ამ დროს ჩართულები არიან მთლიანად თავიანთ საქმეში, ან იმ რაღაც ამოცანაში, რასაც ასრულებენ. ჩვენ თუ გავითვალისწინებთ და კარგად გავიაზრებთ, როგორ მუშაობს მათი ტვინი, არ გაუბრაზდებით და პერსონალურად არ მივიღებთ, როცა ყურადღებას არ გვაქცევენ და სხვა რაღაცაზე არიან ორიენტირებულები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქალების ტვინი სხვანაირად მოქმედებს, ქალების ყურადღება უფრო გაფანტულია და უფრო ბევრი რაღაცის ერთდროულად მოცვა შეუძლია. შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა რაღაცებზე კონცენტრირება. და თუ ჩვენ იმდეს მაინც მოვახერხებთ, რომ გავიგოთ კაცებს მათი ტვინები როგორ მუშაობს, უფრო კარგად აგვიწყობა ურთიერთობები. სამსახურში თუ დააკვირდებით კაცებს როგორ მოქმედებენ და როგორ მუშაობენ, მიხვდებით, რომ რასაც ვამბობ ეს მართალია. და იმედია კაცებიც დამიდასტურებენ კომენტარებში, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ და მათი გულგრილობა თუ ყურადღების არ მოქცევა არ არის პირადი საკითხი, ასე ვთქვათ, და პერსონალურად არ უნდა მივიღოთ. ეს არის უბრალოდ როგორ მუშაობს კაცების ტვინი.